სიმაღლე არ განსაზღვრავს გენიას. სანამ სოფლიო მას მესიას დაარქმევდა და ფეხბურთის ღმერთად გამოაცხადებდა, მანამდე იყო პატარა ბიჭი როსარიოდან, რომელსაც ყოველ საღამოს საკუთარი სხეული ახსენებდა, რომ ის სხვებს არ ჰგავდა. ექიმებმა თქვეს, რომ ის ვერასდროს გაიზრდებოდა. კლუბებმა თქვეს, რომ ის ზედმეტად სუსტი იყო. სამყარომ კი თქვა, რომ მას მომავალი არ ჰქონდა. მაგრამ მათ ერთი რამ დააუწყდათ. ნამდვილი გენიოსებს სიმაღლით არ ზომავენ. დღეს მოგიყვებით ისტორიას იმაზე, თუ როგორ გადაურჩა ფეხბურთი ერთ პატარა ბიჭს. ეს ლეო მესის გზაა. როსარიო არ არის უბრალოდ ქალაქი რუკაზე. ეს არის ადგილი, სადაც ფეხბურთი რელიგიაა, ხოლო ქუჩა პირველი მასწავლებელი. ლეო დაიბადა უბანში, რომელსაც ლა-ბადა ჰქვია. აქ სახლები ერთმანეთთან ახლოს დგას. აირი კი მტვრითა და ახლად მოტიბული ბალახის სუნითაა გაჟღენთილი. სწორედ ამ მტვრიან ქუჩებში ისწავლა პატარა ბიჭმა პირველი დრიბლინგი. არა ძვირადღირებულ ბუცებში, არამედ ძველ კეტებში, რომლებიც ხშირად ეხეოდა. მესების ოჯახი იყო ტიპიური მუშათა კლასის წარმომადგენელი. მამა ხორხე ყოველ დილით ფოლადის ქარხანაში მიდიოდა. ეს იყო მძიმე შრომა, რომელიც მას ასწავლიდა, რომ ცხოვრებაში არაფერი მოდის იოლად. დედა სელია კი ყველაფერს აკეთებდა, რომ 4 შვილისთვის სითბო არ მოეკლო. სწორედ მამისგან ისწავლა ლეომ ის რკინისებური დისციპლინა, რომელსაც მოგვიანებით მთელი მსოფლიო ნახავდა. ისინი არ იყვნენ დიდრები, მაგრამ მათ ჰქონდათ რაღაც უფრო ძვირფასი, ერთმანეთის უსიტყვოდ მხარდაჭერა. თუმცა მესის ისტორიაში არის ერთი ფიგურა, რომლის გარეშეც შესაძლოა დღეს მისი სახელი არც კი გვცოდნოდა. ეს ბებია სელია. როცა ლეოს ძმები როდრიგო და მატიასი მოედანზე გადიოდნენ, პატარა ლეო ყოველთვის გვერდით რჩებოდა. მწვრთნელებს მისი ეშინოდათ. ის იმდენად პატარა და ნაზი ჩანდა, რომ ეგონათ ვინმე ტრავმას მიაყენებდა. სწორედ ბებია იყო ის, ვინც ყოველთვის მიდიოდა მწვრთნელთან და ეუბნებოდა: მიეცი მას შანსი, ნახავ რა ბიჭია. და ერთ დღესაც, როცა ადგილობრივ გუნდს ერთი მოთამაშე აკლდა, ბებიამ თავისი გაიტანა. კლუბ გრანდოლის მოედანზე 4 წლის ლეო მესი შევიდა. პირველივე მომენტში, როცა ბურთი მის ფეხებთან აღმოჩნდა, მოხდა რაღაც აუხსნელი. ის არ გარბოდა, ის თითქოს ბურთს ელაპარაკებოდა. მან გვერდი აუარა ერთს, მეორეს, მესამეს. მწვრთნელი გაოგნებული იდგა. იმ დღეს ყველამ გაიგო, რომ როსარიოში ახალი გენიოსი დაიბადა. ბებია სელია კი ტრიბუნიდან ამაყად უყურებდა. დღესაც, როცა მესი გოლის შემდეგ ხელებს ცისკენ აღმართავს, ის სწორედ მას ეუბნება მადლობას. ცხოვრებაში კი არის მომენტები, როცა შენი უდიდესი მეტოქე არა მოწინააღმდეგე გუნდის მცველი, არამედ საკუთარი ბიოლოგიაა. 11 წლის ასაკში, როცა ლეო მესი ნიუელს ოლდ ბოისის აკადემიაში ბურთით საოცრებებს ახდენდა, მისმა ოჯახმა მოისმინა დიაგნოზი, რომელსაც ყველაფრის დასრულება შეეძლო: ზრდის ჰორმონის დეფიციტი. ეს არ იყო უბრალოდ სიდაბლე. ეს იყო სამედიცინო მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებდა საკმარის ჰორმონს. იმ დროს ლეო მესი სულ რაღაც 127 სანტიმეტრი იყო. ის თავის თანატოლებზე 2-3 თავით დაბალი ჩანდა და ექიმების პროგნოზი მკაცრი იყო. მკურნალობის გარეშე მისი სიმაღლე 150 სანტიმეტრსაც ვერ მიაღწევდა. პროფესიონალურ ფეხბურთზე საუბარი კი ზედმეტი იქნებოდა. თუმცა ის ნამდვილ გამოცდად იქცა 11 წლის ბავშვისთვის. ყოველ საღამოს ზედიზედ 3 წლის განმავლობაში ლეო საკუთარ ფეხში ნემს თავად იჩხერდა. 7 დღე ერთ ფეხში, 7 დღე მეორეში. ის ამ პროცესს იმდენად შეეჩვია, როცა მეგობრებთან სტუმრად მიდიოდა, პატარა სამედიცინო ჩანთა ყოველთვის თან ჰქონდა. სანამ სხვები თამაშობდნენ ან იძინებდნენ, ის ჩუმად გადიოდა გვერდით ოთახში და იკეთებდა მორიგ დოზას და უკან ბრუნდებოდა. არანაირი წუწუნი, არანაირი ცრემლი, მხოლოდ მიზანი რომ გაზრდილიყო. მაგრამ ნამდვილი კრიზისი მაშინ დაიწყო, როცა ფინანსური რესურსი ამოიწურა. მკურნალობა თვეში $900-დან $1,000-მდე ჯდებოდა. 90-იანი წლების მიწურულს არგენტინა უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში იყო. მამამისის ხორხეს მესის სამუშაო დაზღვევამ წამლის დაფინანსება შეწყვიტა. ოჯახი კარდაკარ სიარულს შეუდგა. ნიუელს ოლდ ბოისმა კლუბმა, სადაც ლეო მესი თამაშობდა, თავიდან დახმარება აღუთქვა. მაგრამ დაპირება ვერ შესრულდა. შემდეგ იყო რივერ პლეიტი. მესიმ ბუენოს-აირესში სინჯებზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. ლეგენდარული იერარქი, რომელიც მაშინ სინჯებს ხელმძღვანელობდა, იხსენებდა, რომ მან თამაში 12 გოლი გაიტანა. კლუბს მისი აყვანა სურდა, მაგრამ როცა გაიგეს სამედიცინო ხარჯების შესახებ, უკან დაიხიეს. არგენტინული ფეხბურთის გრანდებმაც კი ვერ გაბედეს ინვესტიციის ჩადება. 13 წლის ასაკში ლეო ჩიხში შევიდა. მას ჰქონდა მსოფლიოში საუკეთესო ნიჭი, მაგრამ არ ჰქონდა ფული საკუთარი სხეულის გადასარჩენად. არგენტინამ მას ზურგი აქცია. სწორედ ამ უიმედობის ჟამს გაჩნდა კატალონიის ბარსელონა. ეს იყო უკანასკნელი შანსი. გაფრენილიყო ოკეანის მიღმა, სრულიად უცხო სამყაროში, სადაც ან ყველაფერს მოიგებდნენ, ან საბოლოოდ დაემშვიდებოდნენ.
მეგობრებო, არხს უკვე ყავს სპონსორი Controller Sport-ი, რომელიც არის სპორტული ინვენტარების მაღაზია ბათუმში, ფიროსმანის 29 ნომერში. შეგიძლიათ შეიძინოთ ბურთები, ბუცები, საყვარელი გუნდის მაისურები, ნაკრების მაისურები. ასევე შეგიძლიათ უკან დაპრინტოთ თქვენთვის სასურველი წარწერა, სახელი, გვარი. და დღევანდელ ვიდეოში გვაქვს გათამაშება. კომენტარებიდან რენდომაიზერად აირჩევა ერთ-ერთი ადამიანი და ვისი გულშემატკივარიც იქნება, ის კონკრეტული პიროვნება მოიგებს თავისი გუნდის საყვარელ მაისურს. Controller Sport-ის Instagram-ს, Facebook-ს და TikTok გვერდს დავტოვებ ვიდეოს აღწერაში. გადადით, გამოიწერეთ და ლაიქეთ ვიდეოები, ძალიან საინტერესო კონტენტს ქმნით იქაც. 2000 წლის 13 სექტემბერი. ლეო მესი მამასთან ერთად ბარსელონას აეროპორტში ეშვება. ეს არ იყო ტრიუმფალური ჩასვლა. ეს იყო სასოწარკვეთილი ოჯახის უკანასკნელი იმედი. კატალონიური გრანდის ხელმძღვანელობაში აზრი ორად გაიყო. ნაწილი ფიქრობდა, რომ ასეთი პატარა ბიჭის აყვანა, რომელსაც ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდებოდა, სიგიჟე იყო. აი როგორ განვითარდა მოვლენები, რომლებმაც ფეხბურთის ისტორია სამუდამოდ შეცვალა. ის სხვა პლანეტიდანაა. როდესაც ბარსელონას მაშინდელმა სპორტულმა დირექტორმა, კარლეს რექსაჩმა, ლეო პირველად ნახა მოედანზე, მას სულ რაღაც 2 წუთი დასჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად. მოგვიანებით ის იხსენებდა, მე არ მჭირდებოდა მისი დიდი ხნით ყურება. ის სხვა პლანეტიდან იყო, თუმცა რექსაჩის აღფრთოვანება საკმარისი არ აღმოჩნდა. კლუბის დირექტორთა საბჭო ყოყმანობდა, მათ ეშინოდა 13 წლის უცხოელი ბავშვისთვის პასუხისმგებლობის აღება, რომლის სიმაღლეც ძლივს აღწევდა კარის ძელს. ულტიმატუმი და ხელსახოცი, გადიოდა კვირეები, თვეები. მესების ოჯახი ბარსელონას სასტუმროში იცდიდა. პასუხი კი არ ჩანდა. ხორხე მესი ლეო მესის მამა მიხვდა, რომ მათ დროს აკარგვინებდნენ. 2000 წლის 14 დეკემბერს მან აგენტებს უთხრა: ან ახლავე გვეუბნებით კის, ან ხვალვე არგენტინაში ვბრუნდებით. სწორედ ამ დღეს ტენისის კლუბ პომპეიში ლანჩის დროს რექსაჩმა იგრძნო, რომ გენიოს ხელიდან უშვებდა. მას თან არ ჰქონდა ოფიციალური დოკუმენტი. ამიტომ იქვე მაგიდაზე მდებარე ქაღალდის ხელსახოცი აიღო და დაწერა ტექსტი, რომელიც დღეს სპორტულ რელიქვიად იქცა. ბარსელონაში 2000 წლის 14 დეკემბერს მე კარლეს რექსაჩი, ბარსელონას სპორტული დირექტორი, მიუხედავად კლუბში არსებული სხვადასხვა მოსაზრებებისა, ვიღებ პასუხისმგებლობას და ვდებ პირობას, რომ ჩვენ ვაფორმებთ კონტრაქტს მოთამაშე ლეო მესისთან შეთანხმებული პირობების საფუძველზე. ეს ხელსახოცი გახდა გარანტია, რომ მესების ოჯახს დაეჯერა, რომ მათი შრომა და ტანჯვა დაფასდა. ბარსელონამ აიღო ვალდებულება, სრულად დაიფინანსებინა ლეოს მკურნალობა და ეპოვა სამუშაო მამისთვის. 13 წლის ლეოსთვის კატალონიაში გადასვლა ნიშნავდა დამშვიდობებოდა დედას, ძმებს, მეგობრებს. ის იმდენად ჩუმი იყო, რომ თანაგუნდელებს თავიდან მუნჯი ეგონათ. ეს იყო მომენტი, როცა პატარა რწყილმა, ლა პულგამ, ესე ეძახდნენ მაშინ მას, დაიწყო გზა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელობისკენ. ისტორიულმა ხელსახოცმა კი ბარსელონას მუზეუმში დაიდობინა, როგორც სიმბოლო იმისა, რომ ზოგჯერ ყველაზე დიდი იმპერიები უბრალოდ ფურცლის ნაგლეჯზე იწყება. ხელსახოცი ხელმოწერის შემდეგ ლეო მესი ლა-მასიაში, ბარსელონას ლეგენდარულ აკადემიაში ჩაირიცხა. თავიდან ყველაფერი რთული იყო. ის იყო პატარა, ჩუმი ბიჭი, ოკეანის გაღმიდან, რომელიც გასახდელში თითქმის არავის ელაპარაკებოდა. თანაგუნდელებს, სესკ ფაბრეგას და ჟერარ პიკეს ის თავიდან მუნჯი ეგონათ, მაგრამ როგორც კი მოედანზე გადიოდა, ლაპარაკს ბურთით იწყებდა. მესი, ფაბრეგასი და პიკე მოედანზე ყველაფერს ანადგურებდნენ. სწორედ აქ მიიღო ლეო მესი მეტსახელად ლა პუგა, იგივე რწყილი, რადგან ის იმდენად სწრაფი და მოქნილი იყო, რომ მისი დაჭერა ფიზიკურად შეუძლებელი ხდებოდა. ნახტომი დიდებისკენ. მესის პროგრესი იმდენად სწრაფი იყო, რომ მან ერთ სეზონში 2003-4 წლებში 5 სხვადასხვა დონის გუნდში ითამაშა. დაწყებული იუნიორებიდან დამთავრებული ძირითადი გუნდით. 2003 წლის 16 ნოემბერი, 16 წლის მესის დებიუტი ამხანაგურ მატჩში პორტოს წინააღმდეგ შედგა, რომელსაც მაშინ ჟოზე მოურინიო წვრთნიდა. 2004 წლის 16 ოქტომბერი, მისი ოფიციალური დებიუტი ესპანიოლის წინააღმდეგ. ის სულ რაღაც 17 წლის იყო. რონალდინიოს კურთხევა. იმ დროს ბარსელონას მეფე რონალდინიო იყო. ბევრს ეგონა, რომ ახალგაზრდა ტალანტის გამოჩენა მასში ეჭვიანობას გამოიწვევდა. თუმცა პირიქით მოხდა. რონალდინიომ ლეო თავის უმცროს ძმად აღიარა. ის ყველგან ამბობდა, მე ვარ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, მაგრამ ჩემს შემდეგ ეს ბიჭი მოვა და ის ყველაფერს შეცვლის. 2005 წლის 1 მაისს, როცა მესიმ თავისი პირველი ოფიციალური გოლი გაიტანა ალბასეტეს კარში, პასი ვინ მისცა? რა თქმა უნდა, რონალდინიო. გოლის შემდეგ ლეოს სწორედ ბრაზილიელმა შეიცვა ზურგზე. ეს იყო სიმბოლური მომენტი, გვირგვინის გადაცემა, ერთი გენიოსიდან მეორესთვის. ეს არის პერიოდი, როცა ფეხბურთმა ევოლუცია განიცადა, ხოლო ლეო მესი სპორტსმენიდან კულტურულ ფენომენად იქცა.
2008 წელს ბარსელონაში პეპ გვარდიოლა მოვიდა. პირველივე დღეს რევოლუციური გადაწყვეტილება მიიღო. მან გუნდიდან გაუშვა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც რონალდინიო და დეკუ იყვნენ. ყველაფერი ერთი ადამიანის გარშემო უნდა აშენებულიყო. ცრუცხრიანის დაბადება და 2-6 მადრიდში. ეს არის ტაქტიკური შედევრი, რომელმაც ისტორია შეცვალა. 2009 წლის 2 მაისს სანტიაგო ბერნაბეუზე გამართულ ელ კლასიკომდე რამდენიმე საათით ადრე გვარდიოლამ მესი თავის კაბინეტში დაიბარა. მან ლეოს უთხრა, რომ აღარ ითამაშებდა ფლანგზე და მოედნის ცენტრში უნდა გადასულიყო. ფაქტი კი ის იყო, რომ მადრიდის რეალის მცველებმა არ იცოდნენ, ვინ უნდა დაეჭირათ. მესი ჩამოდიოდა ნახევარ დაცვაში, მცველები კი იბნეოდნენ. გაყოლოდნენ მას თუ დარჩენილიყვნენ პოზიციაზე. ბარსელონამ მადრიდში 6 გოლი გაიტანა. ფეხბურთის ისტორიაში არც ერთ გუნდს გაუკეთებია ის, რაც გვარდიოლას ბარსელონამ და მესიმ 2009 წელს შეძლეს. მათ მოიგეს ყველა შესაძლო ტიტული, 6-დან 6-ვე. ჩემპიონთა ლიგის ფინალი რომში, მანჩესტერ იუნაიტედსა და კრიშტიანო რონალდუს წინააღმდეგ. მესიმ, რომელიც ყველაზე დაბალი იყო მოედანზე, გოლი თავით გაიტანა. 2012 ადამიანური შესაძლებლობების ზღვარი. 91 გოლი. თუ გსურს აჩვენო მესის აბსოლუტური დომინაცია, ისაუბრე 2012 წელზე. ამ წელს მან დაამხო გრენდ მიულერის შეუძლებელი რეკორდი და ერთ კალენდარულ წელიწადში 91 გოლი გაიტანა. ის საშუალოდ ყოველ 66 წუთში ერთ გოლს იტანდა. ეს არ იყო უბრალოდ ფორმაში ყოფნა. ეს იყო ფეხბურთის ხელოვნებად ქცევა. სწორედ ამ პერიოდში მიიღო მან ზედიზედ მეოთხე ოქროს ბურთი, რაც მანამდე არავის გაუკეთებია. 2014 წლის 13 ივნისი, რიო დე ჟანეირო. ლეგენდარული სტადიონი მარაკანა, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი. ეს უნდა ყოფილიყო მომენტი, როცა ლეო მესი საბოლოოდ გაუტოლდებოდა მარადონას. არგენტინას ჰქონდა შანსები, იგუაინის აცილება, პალასიოს გადაკიდებული ბურთი და თავად ლეოს დიაგონალური დარტყმა, რომელიც კარს სანტიმეტრებით აცდა. როცა მარიო გიოცემ 113 წუთზე გოლი გაიტანა, არგენტინაში დრო გაჩერდა. მატჩის შემდეგ მესის ოქროს ბურთი გადასცეს, როგორც ტურნირის საუკეთესო მოთამაშეს. მაგრამ ეს ჯილდო დაცინვას გავდა. არსებობს ერთი კადრი, რომელიც ისტორიას დარჩა. მესი ადის კიბეებზე, ჯილდოს მისაღებად და გვერდით უვლის მსოფლიო თასს. ის მას არც კი უყურებს. იმ მომენტში მან იცოდა, რომ ეს წაგება მას მთელი ცხოვრება სტიგმად გაჰყვებოდა. ფინალის შემდეგ არგენტინაში ნამდვილი ნადირობა დაიწყო. ხალხი, რომელიც წლების განმავლობაში ელოდა ახალ მესიას, იმედგაცრუებული დარჩა. სწორედ მაშინ დამკვიდრდა ყველაზე შეურაცხმყოფელი ტერმინი პეჩ ფრიო, ცივმკერდიანი. რაში ადანაშაულებდნენ, ამბობდნენ, რომ მას არ ჰქონდა უნება, რომ ის ესპანეთში გაიზარდა და არგენტინული სული არ გააჩნდა. მას აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ თამაშის წინ ჰიმნს არ მღეროდა. ხალხისთვის ეს იყო დასტური, რომ ის ნაკრებისთვის ბოლომდე არ იხარჯებოდა. ადარებდნენ მარადონას, დიეგო მოიგო მსოფლიო, ლეო კი მხოლოდ ბარსელონაში ვარგა. ეს იყო მთავარი არგუმენტი არგენტინის მის წინააღმდეგ. ლეო ამ ყველაფერს შუმად იტანდა. მოგვიანებით მან თქვა, ყველაზე მეტად ის მტკიოდა, რომ ჩემი შვილი მეკითხებოდა. მამა, არგენტინაში რატომ უნდა ჩენი მოკლა? საშინელი წელი, 3 წაგებული ფინალი. კრიტიკამ პიკს 2015 და 16 წლებში მიაღწია. არგენტინა ზედიზედ ორჯერ გავარდა კოპა ამერიკის ფინალში. ორივეჯერ პენლების სერიაში დამარცხდა ჩილესთან. განსაკუთრებით მძიმე 2016 წელი იყო. მესიმ პენალტი ააცილა. იმ ღამეს ის მოედანზე დაჯდა და ატირდა. ეს არ იყო სპორტსმენის ტირილი, ეს იყო ადამიანის გატეხვა, რომელმაც იგრძნო, რომ წყევლა რეალურია. მატჩის შემდეგ გასახდელთან მან ისტორიული სიტყვები თქვა: ჩემთვის ნაკრებში ყველაფერი დასრულდა. მე ყველაფერი ვცადე, რაც შემეძლო. ყველაზე მეტად მინდოდა ჩემპიონობა, მაგრამ ეს უბრალოდ არ ხდება. მე მივდივარ. ეს იყო მომენტი, როცა მესიმ დანებება გადაწყვიტა. მან იგრძნო, რომ მისი ყოფნა ნაკრებს უფრო მეტ ზიანს აყენებდა, ვიდრე სარგებელს, რადგან ხალხის სიძულვილი აუტანელი გახდა. სწორედ ამ წერტილიდან იწყება მისი ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია. სვერპლიდან ლიდერამდე, ოქროს ხანა და მესი, ნეიმარი, სუარესის მაგია. სანამ არგენტინაში მას ცივმკერდიანს ეძახდნენ, ბარსელონაში ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე საშინელი შემტევი ტრიოს ნაწილი გახდა. მესი, სუარესი და ნეიმარი, ეს არ იყო უბრალოდ ტაქტიკა. ეს იყო მეგობრობა, რომელმაც მოედანზე ყველაფერი გაანადგურა. 2015 წელს მათ ტრებლი მოიგეს. მესიმ კი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ბაიერნის მცველი. ბოატენგი ისე დააწვინა მოედანზე, რომ ეს კადრი ინტერნეტ მიმად იქცა. კლუბში ის თავს დაცულად გრძნობდა. იქ მისი ესმოდათ. იქ მას ენდობოდნენ. რემონტადა და სიმბოლური კადრი. 2017 წელი მესისთვის და ბარსელონასთვის გარდატეხი აღმოჩნდა. PSG-სთან პირველი მატჩი 0-4 წააგეს. შემდეგ არავის ჯეროდა სასწაულის.
მაგრამ საპასუხო შეხვედრაში კამპ ნოუზე მოხდა ის, რაც ფეხბურთის ისტორიაში არასდროს განმეორებულა. 6-1. როცა სერხიო რობერტომ გადამწყვეტი გოლი გაიტანა, მესი არ გაქცეულა თანაგუნდელებთან. ის სარეკლამო ბანერზე შედგა და გულშემატკივრებს შორის აღნიშნავდა გამარჯვებას. ეს ფოტო დღემდე ითვლება მის ყველაზე ღვთაებრივ კადრად. მარტოხელა გენიოსის ევოლუცია. ნეიმარის წასვლის შემდეგ მესის მოუწია თამაშის სტილის შეცვლა. ის აღარ იყო მხოლოდ ფეთქებადი ფორვარდი, რომელიც ფლანგიდან იჭრებოდა. ის გახდა ტოტალური ფეხბურთელი. ის ჩადიოდა ნახევარდაცვის სიღრმეებში, ათამაშებდა მთელ გუნდს, ამავდროულად კი რჩებოდა საუკეთესო ბომბარდირად. სწორედ ამ პერიოდში მისი საჯარიმო დარტყმები ხელოვნებად იქცა. მეკარეებმა იცოდნენ, სადაც დაარტყამდა, მაგრამ მაინც ვერ იღებდნენ. თუმცა კლუბში ბზარები გაჩნდა. რომასთან და ლივერპულთან განცდილი დრამატული მარცხები ჩემპიონთა ლიგაზე. მესისთვის უდიდესი დარტყმა იყო. ის ხედავდა, რომ გუნდი ბერდებოდა, ხელმძღვანელობა კი შეცდომებს უჩვევდა. ეს იყო დასასრულის დასაწყისი. 2020 წელს ბაიერნთან სამარცხვინო 2-8 წაგების შემდეგ მესიმ პირველად თქვა, ხმამაღლა რომ წასვლა სურდა. თუმცა საბოლოოდ მაინც დარჩენა ამჯობინა და მაინც რატომ დატოვა მესიმ ბარსელონა? ბევრს გონია, რომ მესის წასვლა მისი სურვილი იყო, მაგრამ რეალობა ბევრად უფრო მწარეა. აქ სამი მთავარი მიზეზი იკვეთება. ბარსელონას მემკვიდრეობა. კლუბის წინა პრეზიდენტმა ხოსე მარია ბართომეუმ ბარსელონა გაკოტრების პირას მიიყვანა. ასტრონომიული ხელფასები და წარუმატებელი ტრანსფერები. კოუტინიო, დემბელე, გრიზმანი. კლუბს 1 მილიარდ ევროზე მეტი ვალად დააწვა. ლა ლიგას ფინანსური ფეირპლეი. ესპანეთის ჩემპიონატს აქვს მკაცრი წესი. კლუბს არ შეუძლია დახარჯოს იმაზე მეტი, ვიდრე გამოიმუშავებს. ბარსელონას სახელფასო ფონდი დასაშვებ ნორმას 100%-ით აჭარბებდა. მესიმ ხელფასის 50%-ით შემცირებაზეც კი განაცხადა თანხმობა. კანონით კი 50%-ზე მეტი შემცირება აკრძალულია. მაგრამ კლუბმა მაინც ვერ შეძლო მისი დარეგისტრირება. შუან ლაპორტას მარცხი. ახალი პრეზიდენტი მოვიდა დაპირებებით, რომ მესის დატოვებდა. თუმცა ბოლო მომენტში მან არჩევანი კლუბის გადარჩენასა და ლეგენდის შენარჩუნებას შორის გააკეთა. 2021 წლის 5 აგვისტოს, როცა მესი ბარსელონაში კონტრაქტის გასაფორმებლად ჩავიდა, მას უთხრეს, რომ ეს ფიზიკურად შეუძლებელი იყო. და მივადექით ყველაზე საინტერესო ეპიზოდს. კოპა ამერიკა და მესის ეფექტი ნაკრებში. სანამ პარიზში გადავიდოდა, მესი მოახერხა ის, რასაც 28 წელი ელოდა. მაგრამ აქ მთავარი არ მხოლოდ მისი გოლები, არამედ მისი გავლენა იყო თანაგუნდელებზე. ლამასიას ჩუმი ბიჭი შეიცვალა. ის გახდა ლიდერი, რომელიც გასახდელში ღრიალებდა. მისი ცნობილი სიტყვა ფინალის წინ. 45 დღეა ოჯახები არ გვინახავს. დებუ, ემილიანო მარტინესი, მამა გახდა და შვილს ჯერ კიდევ ვერ ნახულობს. ეს ყველაფერი ერთი მიზნისთვისაა. 45 días sin ver nuestra familia, muchachos. 45 días. El Dibu fue papá. Fue papá y no pudo ver la hija todavía. No la pudo hacer upa. El chino igual. ამ სიტყვებმა ფეხბურთელები მზღადყოფნაში მოიყვანა, რომ მოედანზე ყველაფერი გაეკეთებინათ. არგენტინის ნაკრების ფეხბურთელები დე პაული, პარედესი ღიად ამბობდნენ, რომ ჩვენ ფეხბურთს ჩვენთვის კი არა, ლეოსთვის თამაშობთო. მათ შექმნეს ეგრეთ წოდებული ფარი, მესის გარშემო, რამაც მას საშუალება მისცა ისევ ეფრინა, როგორც 20 წლის ასაკში. ოქროს გალია. პარიზში გადასვლა მესისთვის ემოციური შოკი იყო. წარმოიდგინე 21 წელი სახლში ცხოვრობ და უცებ ეიფელის კოშკის ფონზე უცხო გარემოში აღმოჩნდები. პირველი სეზონი მესისთვის უჩვეულოდ რთული გამოდგა. მან მხოლოდ 6 გოლი გაიტანა საფრანგეთის ჩემპიონატში. ის თითქოს მოედანზე იყო, მაგრამ გონებით ისევ კატალონიაში რჩებოდა. მესი, ნეიმარი, მბაპე. სოფლო მიხილა ყველაზე ძვირად ღირებული შემტევის ტრიო, მაგრამ ეს არ იყო ისეთივე მეგობრული კავშირის, როგორიც ბარსელონაში მესი, ნეიმარი, სუარესის დროს. აქ იყო ეგოების ბრძოლა, სადაც მესის ხშირად დამხმარის როლის შესრულება უწევდა. და ისევ ფანების აგრესია. პარიზელი გულშემატკივრები დაუნდობლები აღმოჩნდნენ. ჩემპიონთა ლიგის მარცხის შემდეგ სტადიონზე პარიზელი გულშემატკივრები მესის ტვენით ხვდებოდნენ. ეს იყო ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა ფეხბურთის ღმერთს საკუთარმა ფანებმა აგინეს. სანამ მსოფლიო ჩემპიონატის ამბებზე გადავალთ, 1-2 სიტყვით ოჯახზეც რომ გქონდეთ წარმოდგენა. სიყვარული როსარიოდან. ანტონელა. ის არ არის ტიპიური ფეხბურთელის ცოლი. მათი ისტორია არის საბავშვო ზღაპარი, რომელიც რეალობად იქცა. ლეომ და ანტონელა როკუზომ ერთმანეთი 9 წლის ასაკში მშობლიურ როსარიოში გაიცნეს. ანტონელა ლეოს საუკეთესო მეგობრის ბიძაშვილი იყო. ამბობენ, რომ 10 წლის ლეომ მას წერილიც კი მისწერა. ერთ დღეს ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ბარსელონაში გადასვლამ ისინი 1000-ობით კილომეტრით დააშორა, კავშირი არ გაწყვეტილა. ნამდვილი გარდატეხა 2007 წელს მოხდა, როცა ანტონელამ ახლობელი ადამიანი დაკარგა.
ლეომ ყველაფერი მიატოვა და არგენტინაში ჩაფრინდა მის მხარდასაჭერად. სწორედ მაშინ მიხვდნენ, რომ ბავშვობის გატაცება დიდ სიყვარულში გადაიზარდა. ანტონელა გახდა ადამიანი, რომელმაც ლეოს ჩვეულებრივი ცხოვრება აჩუქა. ადგილი, სადაც ის არა ფეხბურთის ღმერთი, არამედ უბრალოდ ქმარი და მამა იყო. ლეოს სამი შვილი, ტიაგო, მატეო და ჩირო, მისი ყველაზე დიდი მოტივატორია. ტიაგო უფროსი შვილია, მესის ემოციური ანარეკლია. ლეო იხსენებდა, რომ ტიაგო ყველაზე მეტად განიცდიდა მამის კრიტიკას არგენტინაში. მას ესმოდა ყველაფერი, რასაც ტელევიზიით ამბობდნენ და მამას ხშირად ეკითხებოდა, რატომ უნდა შენი მოკლა არგენტინაში. სწორედ ტიაგოსთვის უნდოდა ლეოს ყველაზე მეტად მსოფლიო თასის მოგება. მატეო არის შუათანა, ოჯახის ტროლი, რომელიც ინტერნეტ ვარსკვლავია, თავისი ხასიათით. ლეო ხუმრობით ყვებოდა, რომ მატეო ხშირად მადრიდის რეალის გოლებს აღნიშნავდა მამისა და უფროსი ძმის გასაბრაზებლად. ის არის სახლში იმ პოზიტივის წყარო, რომელიც მესის მძიმე მარცხების დავიწყებაში ეხმარებოდა. უმცროსი, ის ჯერ კიდევ პატარაა, მაგრამ უკვე ჩანს, რომ მამისა და ძმების მთავარი გულშემატკივარია. ოჯახი არის როგორც ფარი, მესის კარიერის ყველაზე მძიმე მომენტებში ოჯახი იყო მისი გადამრჩენელი. როცა 2016 წელს ნაკრებიდან წასვლა გადაწყვიტა, სწორედ ანტონელა იყო ის, ვინც მას ძალა მისცა, რომ არ დანებებულიყო. 2021 წელს ბარსელონადან წასვლისას, როცა ლეო პრესკონფერენციაზე ატირდა, სწორედ ანტონელა მიაწოდა მას ხელსახოცი. ეს მცირე ჟესტი სიმბოლოა იმისა, რომ ის ყოველთვის იქ იყო, როცა ლეო მესის ყველაზე მეტად უჭირდა. 2022 წელი, მსოფლიო ჩემპიონატი. ეს არ იყო უბრალოდ ტურნირი, ეს იყო მესის პირადი ომი. თითოეული მატჩი ისე ითამაშა, თითქოს მის სიცოცხლეს წყვეტდა. შოკი საუდის არაბეთთან, პირველივე მატჩში წაგება. 1-2 მსოფლიო მიფიქრა, რომ მესი ისევ დამარცხებული წავიდოდა. სწორედ აქ გამოჩნდა მისი ლიდერობა. ენდეთ ამ გუნდს, ჩვენ არავის დავაღალატებთ, თქვა მან მატჩის შემდეგ. მატჩი მექსიკის წინააღმდეგ და გარდატეხა. როცა ყველაფერი ჩიხში იყო, მესის შორეულმა დარტყმამ არგენტინა გადაარჩინა. ეს იყო მომენტი, როცა წყევლა საბოლოოდ გაქრა. გემირა ვოვო, ana pasa bobo. Un poco caliente por el final. ¿Qué mira, bobo? Anda para allá, bobo. Anda para allá. Tranquilo. ჩვენ ვნახეთ სრულიად ახალი მესი, აგრესიული მებრძოლი, რომელიც აღარავის არაფერს პატიობდა. ეს იყო არგენტინული სული, რომელსაც მისგან წლების განმავლობაში ითხოვდნენ. ფინალი და ისტორიის დასასრული. 18 დეკემბერი, ლუსაილის სტადიონი. მესი მბაპეს წინააღმდეგ. საუკეთესო ფინალი ფეხბურთის ისტორიაში. მესის დუბლი, პენალტების სერია და ის მომენტი, როცა მონტიელმა ბოლო გოლი გაიტანა. ლეო მუხლებზე დაეცა, არა იმიტომ რომ დაიღალა, არამედ იმიტომ რომ 35 წლის შემდეგ ის სიმძიმე, რომელსაც 4 წლის ასაკიდან როსარიოს მტვრიანი ეზოებიდან ატარებდა, საბოლოოდ მოეხსნა. მან ფეხბურთით დახურა. ინტერ მაიამი, ამერიკული ოცნება და საბოლოო სიმშვიდე. 2023 წლის ზაფხულში, როცა პარიზული ოქროს გალიის კარები საბოლოოდ გაიღო, მსოფლიო მესისგან კიდევ ერთ დრამატულ გადაწყვეტილებას ელოდა. იყო საუდის არაბეთის ზღაპრული მილიარდები და იყო ბარსელონაში დაბრუნების რომანტიკული, მაგრამ ფინანსურად ჩახლართული იმედი. თუმცა ლეომ სხვა გზა აირჩია. მან აირჩია სიმშვიდე და მაიამი. ამერიკაში გადასვლა არ ყოფილა მხოლოდ სპორტული ტრანსფერი. ეს იყო მომენტი, როცა ფეხბურთის ღმერთმა გადაწყვიტა ისევ გაიღიმა, როგორც როსარიოს ეზოებში. ინტერ მაიამიში ჩვენ ვნახეთ სრულიად სხვა მესი. აღარანაირი წნეხი, აღარანაირი სტვენა ფანებისგან. გუნდი, რომელიც ამერიკის ლიგის ბოლო ადგილზე იყო, მისმა მისვლამ ერთ თვეში ჩემპიონად აქცია. მაგრამ მთავარი კადრები სტადიონის მიღმა ხდებოდა. მესი, რომელიც სუპერმარკეტში შვილებთან ერთად პროდუქტს ყიდულობს და მესი, რომელიც ყოველი გოლის შემდეგ თავისი შვილებისთვის მარველის სუპერგმირების ჟესტს აკეთებს. როცა ლეო მესი მოედანზე გადის, ის უკვე აღარავის არაფერს უმტკიცებს. 8 ოქროს ბურთი, 44 ტიტული და მსოფლიო ჩემპიონის ოქროს ვარსკვლავი მის მაისურზე. ეს მხოლოდ ციფრებია, მისი ნამდვილი მემკვიდრეობა იმ იმეჯია, რომელიც მან მილიონობით ადამიანს აჩუქა. თუ ვიდეოს ამ მომენტამდე უყურე, ესე იგი მოგეწონა ის. მაშინ დაალაიქე, გამოიწერე არხი და კომენტარებში დაწერე, რომელია მესის საუკეთესო გოლი. ამ კომენტარებიდან კი ავარჩევთ ერთ ადამიანს და გადავცემთ მისი საყვარელი გუნდის მაისურს. ასევე კომენტარებში დაწერეთ, რომელ ფეხბურთელზეან გუნდზე გავაკეთო შემდეგი ვიდეო. მომავალ შეხვედრამდე. ეგ არის, ხო? და თუ რონალდო გაინტერესებთ, უკვე გაკეთებულია და აი აქ შეგიძლიათ ნახოთ, ის ხო შეგიძლიათ ჩასვა ვიდეოში. რომ აი თემი და იგასაც იმას. ხო მართლა, თუ რონალდოზე გაინტერესებთ, უკვე დევს ვიდეო. დავეთით. Feio,